Let's welcome Mariam Shengeli. ანუ Mariam Shengeli. ვერ გავიგე. რამდენი დრო გავიდა? გავიდა. ჩემს ყველა სიტყვას მაინც კრიტიკა მოყვება ყოველთვის, რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, თუ რა თქვი ხარ? ევროვიზიაზე წასასვლელად საუკეთესო კანდიდატი იყავი? როგორი სკანდალური კითხვით დაიწყო. 2-3 ცხენი წყალი. არ ვთქვა. ნუ How? სასწრაფოდ ჭირდება 50000 ლარი. მოგესალმებით მეგობრებო, Smart Podcast-ი დაბრუნდა 5:07 საათი და YouTube-ზე დავდეთ ახალი ეპიზოდი, ახალი გადაცემა, ახალი პოდკასტი. თორნიკე, კარგად გამოიყურებით ძალიან, რატომ? იმიტომ რომ ვიყავი სალონში. ხო, დაბრუნდით ჩვენ სტუმართან ერთად. დღეს Mariam Shengeli იქნება ჩვენი სტუმარი. გამარჯობა Mariam, როგორ ხარ? თქვენ როგორ ხართ? კარგად. ძალიან კარგ განწყობაზე, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სტუმარი ყავს, მაგრამ სანამ გამოვაცხადებთ თუ ვინ არის ის, მანამდე უნდა ვთქვათ ჩვენი გამოცხადების ვარიანტები. სანამ მაგას ვიტყვი, ჩვენი სპონსორები ვთქვათ, მოდი. კი, ძალიან ბატონო. მაგარი კომპანიები, Dorhouse არის ჩვენი სპონსორი, კარის სახლი, ლინკები გვექნება აღწერაში, აუცილებლად გადახვიდეთ, ნახოთ ეს ძალიან მაგარი კომპანია. ასევე გვინდა ვახსენოთ ჩვენი მეგობარი კომპანია, რომელმაც დაგვიმზადა აი ეს Lightbox-ი, Prince Space-ი და თუ ვინმეს კიდე სხვას გენდობათ გავსი რაღაცების დამზადება, არა მარტო Lightbox-ები, პრინტები ნებისმიერი სახის შეგიძლიათ მიმართოთ Print Space, რომელიც იქნება ჩვენი ვიდეოს აღწერაში. ასევე ჩვენი მაყურებლებისთვის და ჩვენი გამომწერებისთვის ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს, ვათამაშებთ ძალიან მაგარ საინტერესო news, რომელიც მარიამმა ჩამოგვიტანა ევროვიზიიდან, ხოლო თუ რა ნივთი არის, ამას თვითონ მარიამი გვეტყვის. ჩამოგიტანეთ. შოკოლადი. შოკოლადი ვათამაშებთ მეგობრებო, ასე რომ შოკოლადი. დაგვიწერეთ მაგა კაი კომენტარები და შეიძლება მოიგოთ. ონას მალე დაგვიწარნო სანამ ვადა გავუვიდა. ხო. მარიამის მიერ ჩამოტანილი შოკოლადი ევროვიზიიდან. კი ბატონო. თამაშდება. კი ბატონო. მოდი გამოვაცხადოთ ხა მარიამ. კი ბატონო. კარგი, ომახი გქონდა ეს თუ ისე? ომახი გქონდეს. ომახი. მიდი ომახი. Our guest is Georgian singer from Zugdidi who represented Georgia at Eurovision. Let's welcome Mariam Shengeli. ანუ Mariam Shengeli ვერ გავიგე და მინდოდა რომ კოდი ვყავდრენტო ეს და დავტოვოთ. კაი, ეს ერთი გამოცხადე. კაი, შემდეგ. დღეს ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთი პირობით დაგვთანხმდა სტუმრობაზე. თუ მომიყვანთო და ლექს მომაყოლებთო. Mariam Shengeli და მიდი მარი. ოკეი. არა, მე არ დავთანხმდები აქ. დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდა ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი, რომელსაც არც ვურეკავდი მე და არც ვმესიჯებდი, იმიტომ რომ საქართველოსთან არ შეიძლებოდა თორე ის Mariam Shengeli-ა. კაი, მოდი. ეს ვარიანტი დავტოვოთ. მე ჩემნია. კაი, მას თავიდან გამოცხადე. Our guest is Georgian singer from Zugdidi who represented Georgia at Eurovision. Let's welcome Mariam Shengeli. ჩვენ სტუმარია ზუგდიდიდან. ზუგდიდი. საღანეკ დამოვიწყდა. სხვათა შორის ჩვენ იმის გამო რომ საქართველოსთან ხმის მიცემა არ შეიძლებოდა, მეგობრები დავირაზმეთ, წავედით იტალიაში მაგ პერიოდში და იქიდან ვცდილობდით რომ მიგვეცა ხმა. არა, იტალიაში წავედით რომ ხმა მიგვეცა მარიამისთვის. მაგრამ მე გართობაში კაი, ხუმრობა იქით იყოს. შემთხვევა რა საქართველოს დავწერე. აი იმდეს გირეკავდით და იმდეს გიმესიჯებდით, მაგრამ შეიძლება ანუ და მატყუებდნენ რომ მირეკავდნენ და მესიჯებდნენ. რავი, არ შემოსულა და ევროვიზიაზე რა ხდებოდა ეგ მოგვიყვე. მე მაინტერესებს რა იცი? შიდა ამბები მაინტერესებს. რომელი ქვეყნები იყვნენ იქ ჩამეგობრებულები ერთმანეთთან? ყველა ქვეყანა, იმიტომ რომ ესე კონკურენტება და არა გვქავდით ერთმანეთს, იმიტომ რომ მაინც ასე ვთქვათ, ქვეყნის წარმომადგენლები ვიყავდით, ვინც რომ მეტხმას მიიღებდა, რა თქმა უნდა, ეგ გადავიდა და ფინალში. შესაბამისად, ესე რომ რაღაცა თან კონკურენტი და დაძაბული სიტუაცია არ იყო ესე განსაკუთრებულად. ყველასთან მართლა რაღაცნაირად კარგი ურთიერთობა და ესეთ მეგობრები შევიძინა ძალიან ბევრი. მაგრამ ხო, შიდა სამზარეულოსაც შეხება ყველაზე საინტერესო იყო, იმიტომ რომ ესე გარეთ რომ გამოდიხარ სცენაზე, ჩანს ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულად და ესე, მაგრამ მე ანუ მართლა ძალიან ქაოსური არის შიდა სამზარეულო. სანამ გამოვიდოდი იქამდე მქონდა დაახლოებით 6 რეპეტიცია. იმიტომ რომ დაახლოებით 20 დღით ადრე ჩავედი ბაზელში და 6 რეპეტიციის მერე უკვე სცენაზე რომ დავდექი, აი მეთქი მოვიდეს მალე რომ გამოვიდე მართლა ძალიან ესეთი იყო, ძალიან გაიწელა ეს ამბავი.
თუმცა ძალიან მაგარი ისეთი გამოცდილება იყო, რომ აი ალბათ მგონია რომ ცხოვრებაში ესეთი მეორე. განსაკუთრებით რომელ ქვეყნებთან მეგობრობთ შენ? ვის მიულოცავ დაბადების დღეს, აი. ხა, სომხეთთან. სომხეთთან? გაგეკვირდებათ. არა. სომხეთთან განსაკუთრებით. აზერბაიჯანის თქვი მაინც. კი, მართლა საოცარი ბიჭები ყავდათ. მოიცადე გავიხსენებ ახლა ნიდერლანდებთან, კლოდთან ძალიან კაი ურთიერთობა მაქვს. ფინეთთან, ერიკასთან ძალიან კარგი ერიკასთან. მე მეგონა რომ სომხეთზე იტყოდი ერიკას. არა, ნუ მოკლედ ყველა ძალიან ბევრთან მართლა ძალიან. ის, რა ქვია, რა ერქვა იმ ბიჭს, იტალიურ სიმღერას მომღეროდა. ტომიკეში როგორი ტომიკეში ესტონე. ნუ სიმართლე გითხრათ, დაახლოებით 1-2 მყავს ნანახი, იმიტომ რომ ეს ჩვენთან არ დადიოდა. ცოტა ისეთი ტიპი იყო, რა. და ჩვენთან ეს არ დადიოდა, თუმცა 2 მყავს ნანახი და კარგი ესეთი. კარგი ურთიერთობით რა, ნორმალური. როგორი სიმღერაც გქონდა ეგრე მღეროდა? თუ კი. ძალიან საინტერესო კითხვა იყო. ძალიან კარგი მღეროდა. მაგ ეგეთი კითხვები რა. დღეს ფიქრობ ეგეთი. ბათაშორი შენ რო გამოხედი, მე გავაზიარე შენი ვიდეო და დავაწერე ეგეთი რაღაც, რომ ამ კონკურსზე მეთქი რო სიმღერით და შესრულებით რო წყდებოდეს მეთქი ფინალში უნდა იყოს თქო. ეს იყო ჩემი ის და არა მარტო ჩემი, ძალიან ბევრს ქონდა მსგავსი ის, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგად გამოხედი. ეხლა სტუმრად რო ხარ, მაგიტო არ გეუნებით, ისეც ვამბობდით ხოლმე და მართლა დაწერილი მქონდა, რომ მაქსიმუმი გაიღე შენი რაც შეიძლებოდა. და უბრალოდ რა მე ვფიქრობ რომ ევროვიზია არ არის ვოკალური იმის რა მე ეგრე უყურებ რა იმიტომ რომ ეხა ვოკალურ მონაცემები რო ფასდებოდეს რა აქამდეც ბევრჯერ უნდა ყოფილიყავთ ფინალში ეს ჩემი აზრი არის რამოდენიმე წელია მე მგონი ბოლო 2 წელია ფინალში გადასვლა წყდება მხოლოდ მაყურებლის მხარდაჭერით თუმცა როცა ეს ყველაფერი ხდება ჟიურის წინ სხვადასხვა ქვეყნები და ჟიურის წინ ბევრად უფრო მომგებიანია რა თქმა უნდა მომღერლის იმიტომ რომ ადამიანი ეხა წელს იყო ძალიან შოკის მომგვრელი ძალიან ბევრი ვერ გადავიდა ფინალში ისეთი ვინც აი ტოპებში მეხუთე ადგილზე, მესამე ადგილზე იყვნენ და მართლა რაღაცა შოკი იყო ყველასთვის, რომ ვერ გადავიდა, მაგალითად ეგეთი იყო ბელგია. აი საოცარი შოუ, საოცარი სიმღერა, ნუ ვერ გადავიდა და ძალიან ისეთი არის, ძალიან არაპროგნოზირებადი კონკურსია. და რაღაც ხრივ არასამართლიანიც არის ხო, როცა ჟიური ესე არ გაძლევს ქულებს და მაგით ვერ გადადიხარ. ხო, აი მაგაზე გული დამწყდა და რამდენი ხანია მწყდება გული. წესით მე მგონი უნდა შეიცვალოს ეგ წესი. ხო, უფრო კარგი იქნება და უფრო სამართლიანი იქნება ეგრე ხა. ხო. თავარია გამოხედი, კარგად გამოხედი. ძალიან მოგვეწონა ყველას საქართველოში ბევრი კაი კომენტარი წავიკითხეთ და ძალიან კარგი იყო რა და ბევრი წარმატებები შენ. ეხლა კიდევ ერთი საინტერესო თემაზე მინდა რომ გადავიდეთ. შენი სტორი ვნახე. რომელი? გუშინ გედო შენ და ნუცასი რა პირდაპირ გუშინ რა ხდება აბა რომ მოგვიყვა ერთი ორი სიტყვით. სიმართლე რომ გითხრათ. სიმართლე გვაინტერესებს. კი, სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთ პერიოდში რას ეს ბოლო პერიოდი ამბები იყო ჩვენზე რომ რაღაც ურთიერთობა არ გვაქვს და ვიჩხუბეთ. აბსოლუტურად არავით არის მსგავსი და ეგეთი შემთხვევა არ გქონია, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ჩვენ გქონდა ურთიერთობა. რა შუაშია ხო? კი, რა თქმა უნდა, არაფერ შუაში არ არის აბსოლუტურად. უბრალოდ რაღაცნაირად საზოგადოებამ გადაწყვიტა და დაგყო ესე რომ ერთმანეთს ვტრები ვართ თუ რაღაცა მართლა ეგრე იყო, თუმცა რაღაცა ეს TikTok ტრენდი რო გადავიღეთ რომ we are back და რაღაცა თქვენ საყევით ამ დროს რომ ესე დაბრუნდით და ესეც იმიტომ რომ საქართველოში ხა ეგრე ხდება ხოლმე რომ რაღაცა თემას რო აიტაცებენ მე იმაზე მიდის რომ აბა რა ხდება და უფრო და უფრო აჭერენ და ხო ეს აზრი არ კაი ვის უნდა მომტკიცო ეს ვიდეოს რო იღებთ არა ჩვენ მეგობრები ვართ ისოც არ აზრი არ აქვს ანუ ყველაფერი კარგად კი აბსოლუტურად ყველაფერი იდეალურად და გადასარევად ჩვენ თემაში ვიყავით შეყვანილები რა მოგვიყვება და ძალიან გული გწევდა არა მე ვიცი შენ იცოდი საიდან ვიცი ვიცოდი აი მომიყევი ხი კაი მოყევი აბა ერთი რა იცოდი საიდან იცოდი ბიჭო მე დავინახე რამოდენიმეჯერ რომ ერთად იყვნენ და სად მაგას ვერ ვიტყვი ხა არ შეიძლება კაი ვაი მე რა ხდება სად ისე ევროვიზიის პერიოდში რამე რჩევებს გაძლევდა ხოლმე ნუცა კი მართლა ძალიან ისე იყო ჩართული იყო ყველაფერში იმიტომ რომ ზოგადად მე არ შემიძლია ჩემით რაღაცების გადაწყვეტა ანუ ვარ დამოკიდებული აზრზე ჩემი უახლოესი ადამიანების. ანუ ჩემი კი შემიძლია ეს რაღაცების გადაწყვეტა, მაგრამ მაინც მოქმედებს ძალიან ჩემი გარშემოყოფების აზრი. შესაბამისად, ნუც არის ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ძალიან ესე დიდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე კარგი გაგებით. და ძალიან ჩართული იყო მოკლედ ჩემი ევროვიზიის ამბებში და ძალიან მეხმარება და მეგობრის შევებ ნიშნულად ჩემთვისაც ეხა ყოველთვის ან ნიკას ან გიგას ვეკითხები ხოლმე. აი შენ რო ევროვიზიაზე წახვალ მე ძალიან ჩართული იქნები მაგრამ
თქვენ სამივე ერთად ხო წახვალთ კი, ევროვიზიაში? ჩვენი ჩვენი სინდრომე. ჩვენი ძველი მუსიკალური კარიერა უნდა დავაბეჭდოთ. ვერ ვიტყვი. ის boy band-ის სამკაცის იმ სიმღერას კი, უნდა დავაბეჭდოთ. არა ვერ მომღერე აი გავლილია ეგრე. ახალი ლიუს გაიარა, მაგრამ ევროვიზიისთვის. ტომი ქეშის სიმღერაზე რომ ელაპარაკებოდი, ახლა მიმღერე. ჩვენ სიმღერა ტომი ქეშს რო ვიღადავები. ხო. მიდი აბა შენი მღერე. როგორ იყო ეხა ტექსტი არ მახსოვს ზუსტად როგორ აუ. ყველაზე კარგი ტანი გაქვს, ბრავო. ბრავო მიდი აბა. მიდი წაიღე. მაგრამ ახალი სიმღერა უნდა დაწეროთ ევროვიზიისთვის აუცილებლად. აი თორნიკე რას ამბობდი შენ? მე რას ვამბობდი ახლა და რა მაინტერესებდა მარიამი თუ უყურებდა ბავშვობაში, იმიტომ რომ ჩვენი თაობის წარმომადგენელი ხარ შენც, ყველაზე ჭკვიანს. კი. ხო უყურებ? კი. მოგწონდა? კარგი გადაცემა იყო. გიждდებოდი კი. ამეცანეთ სანამ იტყვი რა, მაშინ პირობა დადოს მარიამმა, რომ რამოდენიმე შეკითხვა ექნება თორნიკეს. გავყიდე რა ეგრევე შენის. ხო. და 15-ზე მეც თუ ვერ უპასუხებ, შემდეგ თამაშს დაგვთანხმდები. ანუ რამდენი კითხვა მაქვს სულ? სულ გაქვს 18 კითხვა. 18 კითხვა და აქედან 15. 15 ხო, ახლა. მე ვფიქრობ, რომ შეძლებს. კაი. აი 14 იყოს. კაი. კარგი, მოკლედ, ყველაზე ჭკვიანი თემა მუსიკა წავიდა. აბა. ყველაზე მეტი გრემი რომელ მომღერალს აქვს აღებული? ბიონსეს. სწორია, რომელიც ცნობილი მომღერლის სახელია აბელ ტესფაი. აბელ ტრეს რა? გაიმეორე იგივე სიტყვა აბელ ტესფაი. ვიკენდი. რა ქვია ცნობილი? აბელი ხო? აბელი. რა ქვია ცნობილ ქართულ რეპერს SFX? ზაზანო. სწორია. რამდენი დრო გავიდა? გავიდა. ზაზა სიმღერა? არა. ნინო ჩხეიძის რო არის, რამდენი დრო გავიდა, მართლა გავიდა. სწორია. 90-იანი წლების ქართული ფანოღ ტექნოს შემსრულებელი. ფანოღ ტექნოს შემსრულებელი. მეგრელი. მეგრელი? მერაბიქვია. სწორია. ცნობილი რეპერი, რომლის სიმღერასაც ყველა უსმენდით, მაგრამ ფართისად თუ დაგპატიჟებდა არ წავიდოდით. ფავტედი. რამდენი წელს გარდაიცვალა კურტ კობეინი, ემი ვაინჰაუსი, ჯიმ მორისონი, სწორია. რომელია ერთადერთი როკ ჯგუფი, რომელსაც 7 კონტინენტზე აქვს კონცერტი ჩატარებული. Pink Floyd, ალბათ. მეტალიკა. რომელი მუსიკალური კლიპი დაждდა ფინანსურად ყველაზე მეტი? მუსიკალური კლიპი, ეს არ ვიცი და ძალიან საერთო. მაიკლ ჯექსონი 10 მილიონი Scream. გოგონა შევიდა კაფეში? მე არ შევედი კაფეში. სწორია. მე-20 საუკუნის რომელი როკ-ენ-როლ მომღერალი იყო ბუნებრივად ქერა და 15 წლიდან იღებობდა თმებს, შავად? ეს მეკანახე თუ გინდა. ელვის პრესლი. ელვის პრესლი, ვაი მე რა. რომელია სეიშენის უტექსტო სიმღერა? სეიშენის უტექსტო სიმღერა, შემდეგი. ექსპრომტი ტარარერარერო არ გახსოვს. მომღერალი რომელიც იოგებსაც არასდროს არ შეინახავენ. ჯიმი აბესად. სწორია. პირველი ქართული სიმღერა რომელიც ოფიციალურად დაიწერა, ანუ შეიქმნა. საგალობელი თან. შენ ხარ ვენა. სწორია. რა ქვია მუსიკალურ სტილს, რომელშიც მსგავსად მღერიან ილოლეიუ? Country. Edlingi. ხო, country სხვა არის. ვისი დაწერილია სიმღერა ჩიტო გრიტო? მე რა მომღერებს უზიროზესაც არ ვიცი. გია ყანჩელი. მართლა? კი, ძალიან ბევრი მარცი სხვათა შორის. ვაუ. რა არ წერია იქ თან. და ეს და მიწვით რამდენი კითხვას გავიცი პასუხი? რამდენი? გავგზავნე. ყველაზე მეტჯერ დაქავერებული სიმღერა მსოფლიოს ისტორიაში. მოიცადე, ანუ რას ნიშნავს ეს დაქავერებული და რაღაც სიმღერა არსებობს? კავერ არ ვიცი რა არის და მეკარნახე. არა, დაქავერებული. შვიდობა. კავერ, ანუ ის რა ქვია? აქ ერთი სიმღერა არის, რომელიც ყველაზე მეტჯერ დაქავერდა რა. სხვადასხვა ვარიანტები და სხვადასხვა. მოიცადე, ხო და რომელი სიმღერაა? ბიტლზის არის კი ბატონო. ბიტლზის არის და რომელი? Hey Jude. არა. Yesterday. სწორია, yesterday არის ყველაზე მეტჯერ და შენ გაქვს რამდენი სწორი პასუხი? 23. 14 სწორი პასუხი იყო. 15 უნდა გამარჯვო. ანუ შემდეგ თამაში. თვითონ თამაში როგორ მოგეწონა? ხო, კარგი კითხვები იყო. კი, კი ძალიან ბატონო. ინტელექტუალური. მადლობა ChatGPT-ს. მარიამს ქონდა 14 სწორი პასუხი. პასუხი, ხო, რაც იმას ნიშნავს. просто შენ არ იწვლიდი. რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი თამაში ესე თამამად შეგვიძლია ვითამაშოთ. კი ბატონო. მარიამის ტელეფონი, ესე ქვია, შემდეგ თამაშს პირდაპირ ვთქვათ. მარიამ, რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამთ შენი ტელეფონის შესახებ. და იქიდან გამომდინარე, რომ წააგეწინა თამაში, ეხლა იძულებული ხარ, რომ ეს და შეასრულო. ხო, წესები არის, რომ უეჭველი უნდა გვიპასუხოს, ხო? ხო, იმიტომ რომ წაგებული აქვს. წაგებული. რამდენ პროცენტზე გაქვს ტელეფონი? 60-ზე. 60, გვეყოფ. კაი. კაი, ჩვენ გვაინტერესებს ბოლო SMS-ი, რომელიც მოგივიდა. TBC-დან ჩამომეჭრა თანხა. რამდენი? 64 ლარი.
აჰა. დღეში გადავიხადე. შეიძლება დაზღვევა. 74. დაზღვევა. არა. მე GPI მაჭრეს ხომ ეგრე. დაზღვევა. კაი, დაზღვევა, ხო, უეჭე. ყავა. დაზღვევა. კაი. ბოლო ზარი. ბოლო ზარი. როდის გქონდა? ვალალოსთან მქონდა დღეს. აა, მირეკავდა ვალალო. ვალა. რა დაგუგლე ბოლოს? ვალალო კოპალიშვილი. ვალალო, ვინ არის ვალალო? ვინ არის? ვინ არის ვალალო? იმედის ლაივი მაქვს ბოლოს ჩართული. და რა დასერჩე ისე? ჩემი თვე. მართლა? Facebook-ზე ბოლოს ვისგან გაქვს მეგობრობის თხოვნა და არ ამატებ. კარგი. მე აქ თან ვაკვირდები რომ კი. აი ეს ვახო დურგალი. ვახო დურგალი. რა პროფესიის რატო არ არის? ამატებ? არ ვიცი. რატო არ ამატებ ვახო დურგალს? შევიდე ვნახავთ? ვახო დურგალი. არაფერი არ ოდევს. ფოტო არ უდევს, არაფერი არ ნუ უდევს, ესე ფოტო კი არ არ არის. არის. ბოტი არ არის, ხო, ვახო დურგალი. ვახო ფოტო დადი აუცილებლად და მარიამი დაგამატებს, მარიამი დაგამატებს ფოტოს თუ დადებ. ხო, ნახოთ რა მე რა. კიდე არის კაცო. კაი. შედი ინსტაგრამზე და გასთორე რომ ჩვენ ხართ სტუნდად. მოდით. სადავთ. მოიცა მე ეს უნდა გავაკეთე ეს ვარ ხომ ყველა ფოტოში პოს სხვანაირად შემიძლია. მოიცა? ხო, ეს უნდა გავაკეთე. მოიცა ნიკო შენ უნდა შემოიწიო. სა. კაი, ეგ არის. აუ, რა მაგარი ფოტო, შეხარ მახინჯად სადაც. კაია, ეგ დავდოთ, კაია. კაი, არა, ეგ არის. ბუნებრივი. უნებრიობა რაც არის ხა, ხო. ნუცას ნომერი როგორ გიწერია ტელეფონში? ცმუციკი. დაურეკეთ მუსიკას და უთხარი რომ 50000 ლარი გჭირდება. ეხლავე. დაურეკე და 50000 ლარი გჭირდება და რა უთხრას, იცი? ხო. რომ რაღაცა დაგილომბარდოს. ხო რა. რომ 50000 უცებ რა, რომ გავაც. კაი. არ ვერ დარწმუნებული რას მიპასუხებს. მე ვიცი. რა. შეიძლება 50000 ლარი. ნუც. აუ. სასწრაფოდ ჭირდება 50000 ლარი. ეხლავე აი დაურეკავ ჩემს პირად ბანკერს და ეხლავე გადმოგირიცხავ. იცი ხო საათ უნდა ჩამირიცხო? კი. სადაა მიქნე? 64 ლარი. 64 ლარი კიდე დაამატე ზემოდან რა წაღან ჩამომაჭრა. 64. კაი. აი, გირიცხავ. არა, კაი, მეტის. სა. რამდენი კარგი რამის გაკეთება შეგვიძლია კი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. 50000 ლარი გაჩიტაჭი. ხო. თუ გინდათ მეტი გაუში რაღაცა. არა, საკმარისია 50. არ გვინდა რა. ხო, ეგ არის, ბოლო კითხვა ეგ იყო, ესე მარტივად 50000 ლარი. მარტივად გვაქვს? მარტივად რატო გავატარეთ 50000 ლარი? არა, გავატარეთ. გავატაროთ ბიჭო. 50000 ლარია. კაი, რა. ხუმრობდა ხო? კი, რა თქმა უნდა. ხო, ან მეკითხა რა სავარაუდოდ. მიხდა კი, იმიტომ რომ თვითონაც მოჯერ მირეკავს ხოლმე მსგავსად და იცის რომ მეც. მართლა? კი. კაი, მოკლედ, კიდევ ერთ თამაშზე უნდა გადავიდეთ ახლა. ჯერჯერობით გვიქაჩავს მარიამი. კი, არა, ძალიან კარგი. არა, კარგად მოყვება ხო სხვათა და შორის. ის რა ქვია, თამაში ასოციაციობანა რა. მარტივი თამაშია ძალიან, მაგრამ გასართობი. გავერთობით ესე ვფიქრობ. მოკლედ, წესები არის ძალიან მარტივი. გიგა და მარიამი იქნებით ერთად, მე და თორნიკე რა. ჩვენ გეტყვით თემას. მაგალითად, რა მაგალითი ვთქვათ, მაგალითი? ფეხბურთი. 1 2 3 და ერთდროულად უნდა თქვა ერთი სიტყვა და უნდა დაიწყოს ეს სიტყვა. ოკეი, კაი. ხო. სამცდელობა აქვს. სამამდე თამაში. სამამდე. სამამდე. სამს ვინც გამოიცნობს პირველი ის იყოს გამარჯვებული. დავიწყოთ. კაი, ჩვენ ჩვენ გამოვიცნოთ. ჩვენ გეტყვით თემას. მომღერალი? მომღერალი. მოდი. კი ბატონო. 1 2 3 მარიამ შენგელია. ეს ვიცოდი რომ პირველი ეტაპი ესე მარტივად. ნუ ერთი ვაჩიკოთ. მოდი იყოს კალათბურთელი. გონია რომ სხვადასხვა გემოვნება ექნებათ მაგამ ბავში. დავაი. ხო და პირველი ასე გამოიცნო. კალათბურთელი. 1 ქართველი? როგორც გინდათ ეხლა მე რა ვიცი. მინიშნება ეგ. არა, ქართველი არა. აი, ბიჭო. ქართველი რატო შენგელია არ არის გენიალური კალათბურთელი. ხო და მაგას ვამბობდით, მაგრამ ნუ რადგან შენ არა, მიდი. არა ქართველი იყოს.
კაი. კარგი. ბიჭო, მინიშნება აი არ გამიგია, მე არ გამიგია. არ გაუგია რა ვთქვა. ხო, მაგრამ ბევრი ისეთია შეფარდება. 1 2 3 სტეფენ კარი. ეხა მე 3 წამით ხო, მერე. 3 წამის მერე თქვენი გამაზე. აი თავიდან 1 2 3 სტეფენ კარი. არა, ბიჭო, გამაზე. ბიჭო, აი მე ვიძახი სტეფ კარის და ეს სტეფენ და კარი. სტეფენ. კაი, მოდი. კაი, მანდ ვიტრიალოთ, კაი, მანდ ვიტრიალოთ. აი 1 2 3 ლებრონ ჯეიმს. საზაფაჩულია. კაი. ხო, გამაზე. წავაგეთ. კაი, ხა ჩვენ უნდა გითხრათ. აი, მანდვიტრია. მანდ ვიტრიალოთ და ლებრონ ჯეიმსი მეთქდა. კაი, დასვენება. ადგილს გულის, ხო? ნებისმიერ რამე, დასვენება. დასვენება რა? დასასვენებელი ადგილი. ხო, ეგრე, მაგრამ დასასვენებელი ადგილი? ვაიმე. 1 ეხა რომ მიყურებ ამერიკანი რას გონია რომ იცო. 1 წარმოიცადე. ერთი წამი რა? 1 გავიდა 1 წამი. კონკრეტული ის უნდა ვთქვათ. ბიჭო, რავი, რაც გინდათ თქვით, ეხა დასასვენებელი ადგილი რა. ზაფხული მოდის და კაი, კაი, მიდი. მეტი არ 1 2 3. ზუგდიდი. ირა ბათუმი. ზუგდიდი რა გიჩვენს, მიყურე, შემომხე. კაი. კაი, მეორე მეორე მსწავლობა. 1 2 3. ზუგდიდი. არა, იგივეს გამეორე არ შეიძლება. რა კაი, არა გიგა იქით გავუშვი. კაი, მოდი მოვყვეთ აქეთ კიდე ერთი. კაი. მე-13 და გვაქვს. კაი, 1 2 3. შეკვეთილი. ხო, კაი, ვერ გამოიწვია. ვერ გამოიცნეს. გითხარით. გითხარით, მინდა ეხლა გამოვიცნობთ. რამე ესეთ უნდა იყოს, რომ ბევრი ის კონდა. ავტომობილების ხო, რა, ბრენდი? არა, არა, არა. მაგალითად? არა. მაგას გულისხმო? ცოგენ თუ იქნება. კაი. კაი. მოდელი. მოდელი? აჰა. ანუ მოდელი გოგო, მოდელი ბიჭი, რომელიც გინდათ. მოდელი. რუსთაველი? რა? ხო, შეიძლება. მინიშნება შეუნევა ეხა, არ შეიძლება აი. არა, ზოგადად მოდელი, ხო? თუ რამე კონკრეტული მანქანის მოდელი თუ ანუ მოდელი. მოდელი ან გოგო. ანუ ბიჭი. ხო, კაი, მოდელი, კი, მოდელი. აი ვიქტორია სეკრეტის კაი, მოდელები მოდელი. მაგალითად. ვიქტორია სეკრეტის მოდელები. წავიდა. არის ვიქტორია სეკრეტის? ხო. კაი, მოდი, ჰა, რა უნდა. ხო მიიღეს ეხლა. არ მივიღია. აბა ეხა. ოკეი. კაი, 1 2 3 მატილდა გვარლიანი. მინიშნება იყო არ რა თქმა უნდა, ხო. კაი, მეორე. მიდით. პირველი გამო. ხო, მახსოვს. 1 2 3 ადრიანა ლიმა. წავიდა. თაკო ნაცვლიშვილი ხო და ვიქტორიაში არ არის თაკო. კაი, მე-13. არა. მესამე. მესამე იმისო ადამ ლევინის სოლი, ბიჭო. ხო და რა ქვია სახელი ამას? ადამ ლევინის სოლი. აუ, რა ქვია ადამ ლევინის სოლს? კენდისი. კენდისი. მოდი. აი, ასო გამაზე. ეს ორივე გამაზე. კაი, გავმაზეთ ხო. აი, ეს ანუ გამოვიდა ერთი არა. ნოლს ვიგებთ. ერთი ნოლს ვიგებთ და ეხა არის ბოლო ის რა. ფერი. მარტივი. ვიშვები. მაგრამ მე მგონია რომ ვერ დაასო ფერს. წავიდა. აი რა სიტყვის ეხა. აუ, თეთრი არ. რა, რა. თეთრი არ თქო, თეთრი არ, თეთრიო ეხა უხარი და თეთრი არ. კაი, მიდი. კაი. 1 2 3 ყვითელი. ვიცელი რა. ანუ ამაზე წავიდნენ. ესე აკეთებ. კაი. კაი, ოკეი. აუ ანიშნებდა ის უეჭო. აი, არა, არა უშვენ ხელები ასე. კაი, არა გავატარეთ, გავატარეთ. მოვიგეთ. გითხარით. კაი. იყოს რატო უჭო სასმელი. სასმელი. კაი. 1 ალკოჰოლი. 2 3 ლუდი. ვიმე. კაი. არა, არ გიყვარს არც ერთს. ხო და მაგიტან. კაი, მიდი გადათამაშება. პირველი ვეზე გამოვიცანით ორი. არა, ერთი კოლა თქვენია, ჩვენი ანუ ორი კოლა. ორი თეთრი. ორი და ერთი. სამამდეა? სამამდეა, ხო. მოდი, იყოს. საქართველოს ერთ-ერთი კუთხე. კი ბატონო. მოდი, ჰა. მოიცა არ გვინდა ეგ არა, სამეგრელოს იტყვიან და გამიცნო. კი გაიტყო და სამგრელოს. მაგრამ იყო და წერანის ვერ დასვა, ზუგდიდი ვერ დასვა და მაგითო. მოდი, იყოს დინარე. მდინარე. იზი. 1 2 3 არა. მყარი. რატომ? მყარი. კაი, მყარი არ აგვი ვერ გამოიცანე. კაი. შემდეგი. 1 2 3 რიონი. ალაზანი. კაია. კარგად მიდიხართ მომწონს. მესამე? მოდი. მესამე. 26000 მდინარე გვაქვს. 27,000. კაი, მარტივად შეიძლება იხარო დასვა. კაი, მაგას ვერ დავეთხოვით. მე დამთხოვეთ. 1 2 2 3 ცხენის წყალი. არ ვთქვა. არა, მაგას ამბობდა. და აი ესე მაგას ამბობდა ცხენი. კი. ცხენი.
ეს ახლა ციდან რო თქვი აღარ ცხენის გავაკეთე. წყალი ხო. მესამე წელს. ეგრევე მივხვდი რომ იქით წავიდოდა ხო სამეგრელოსკენ და რა თქმა უნდა. ო ავიგეთ კი. კი მოიქო. მოკლედ თამაშები დამთავრდა. კი, ყველაზე ჩვენთან? ჭკვიანი ძალიან კარგად ითამაშა კი, მარიამმა, ბატონო. მე ტელეფონშიც ჩაგვახედა კი ბატონო. მეტი რა უკვე. და ასოციაციობანაშიც მოგვიგო. კი ბატონო. კარგად მიდის ძალიან, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გართობისთვის არ დაგვიპატიჟებია მარიამი. კი. ცოტა დრამა უნდა შემოვიტანოთ ჩვენს აუ, ეხლა რა პოდკასტში. ემოციები. თან რა მოხდება, ვაიმე. იწყება ნაჯახი კითხვები. ბასრი. აბა პირველი. ევროვიზიაზე წასაშრალად საუკეთესო კანდიდატი იყავი? როგორი სკანდალური კითხვით დაიწყო. რა თქმა უნდა. რატომღაც რო ვთქვა, რომ ეხა არა, რატომ უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა ვიყავი. ესე ვთქვათ, საუკეთესო კანდიდატი. ძალიან კარგი. შემდეგი შეკითხვა. ევროვიზიაზე გამოსვლის შემდეგ თაყვანისმცემლების რაოდენობა მოგაკლდა თუ მოგემატა? მომემატა. მოგემატა. კი, კი, კი. ეს ქართველების და უცხოელების ყველა ერთდროულად ყველა მიმართულებით. კი, კი, მთელი სოფლიოს მასშტაბით. მივხვდით ხო იქ ვახო დურგალი ხო გამატებდა. შეიძლება დურგალი უცხოური გვარია და მაგიტომ გამატებდა ხო. ბრაზილიელია დურგალი. არავინ არ იცის. არავინ არ არის. ფოტო არ უდევს. წავიდა. ერთი ფაქტი, რაც შენზე არავინ იცის. უიმე. მან არ შევა. ერთი ფაქტი, რაც ჩემზე არავინ ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა და ეს თითქმის არავინ არ იცის სხვათა შორის მართლა, იმიტომ რომ ყველას გქონია რომ ეს უკარეთ ვარ და სულ რაღაცა ეს გიჟდები სახლში ყოფნაზე. აქედან მეუბნები ყველას. ანუ კოვიდის პერიოდი ძალიან მოგწონდა, იმიტომ რომ სახში რო ვიყავით ყველა. კი, კი, მართლა გიჟდები სახლში ყოფნაზე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. ეს არის ერთი ფაქტი, რაც ესე ჩემზე არავინ არ იცის. კაიგე? არა ეს არ ვიცოდი, მაგრამ მეც მგონია რომ უფრო აქტიური ცხოვრების ხო და აქტიური ცხოვრებით შემიძლია თან ცხოვრობ რა თქმა უნდა, მაგრამ შემიძლია რომ რაღაც საქმე გადავდე, იმიტომ რომ სახში ვიყო. მართლა. წინაზე მაგით არ მოვიდა რა უფრო. ხო. კაი. ვერ მოვალ სახლში ვარ. მართლა მგონია ეგეთ შემთხვევა. კაი. ევროვიზიის შემდეგ ეტაპზე გადასვლას იმსახურებდი? კი. კი. არა შენ არამედ ყველა ეგრე ფიქრობს ჩემი აზრით, ვინც მოусმინა მარიამის გამოსვლას. მე ესე ვფიქრობ და ბევრი კომენტარით შემხედრე და ბევრი პოსტით. შენი აზრით უფრო გაშალა. ანუ მან იმას გულისხმობ, რომ ვინც გადავიდნენ იმ ქვეყნებს ჯობდი? არა, მაგას არ გულისხმობ. თუ რას გულისხმობ? იცი რატომღაც რო გადიხარ ამ ხოლმე კონკურსზე, გაქვს იმის ამბიცია, რომ შეიძლება ფინალშიც იყო და გაიმარჯვო კიდევაც, რატო არა? იმიტომ რომ მანდ რომ მიდიხარ, არ გაქვს იმისის, რომ ახლა მე ვერ გადავიდე. არა ხო, ეგეთი მენტალიტეტი არ უნდა წახვიდე რომ მოვიგებ რა. შესაბამისად, ძალიან ისეთი ის მქონდა, რომ აუცილებლად მინდოდა გადავსვი, მაგრამ რო ვერ გადავედი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე ესე ვთქვათ, შეეხო ჩემს თვით შეფასებასთან ასე პირიქით, ანუ მართლა ძალიან დიდი мотиваცია, რომ რა ვნახოთ შეიძლება კიდევ დაუბრუნდი ამ ევროვიზიაზე რავი კაც მარიცეს. ვნახოთ რა იქნება, ამიტომ ძალიან დიდი мотиваცია იყო ეგ ყველაფერი ჩემთვის რა. ძალიან კარგი. შემდეგი რამდენი წლის იქნები, როცა მილიონერი გახდები? აჰა. რამდენი წლის ვიქნები? არ ვიცი, ხა ესე ცოტა ბევრი დრო დამჭირდება. გაქვს მაგაზე დაფიქრე? არა. კარგი, ჩვენ რო ჩავიბაროთ შენი პროდიუსინგი, მაგ შემთხვევაში 50000 ხოვიშავე დღეს. 50000 სხვა ხო. სხვა შორის მართლა ჩვენ შეგვილია. მაგით გადავიღოთ კლიპი გადავიღოთ მარიამს. კლიპს გადაგიღებთ მაგარს. თქვენი სიმღერაც გაწერილი არ მინდა. მაგარ სიმღერა. არა, ახლა ჩვენ ახლა იქ სიმღერა boyband სამკაცარო გვაქვს, არის ეს მხიარული ისტორია, ისეც შეგვიძლია დაგვიწერია კიდეს აი, ცადოთ. ცადოთ. 50000 ლარი გვაქვს, ნუ მოგცემთ და გადავიღოთ კლიპს. ქვეყანა არჩია სადგინდა. კაი. დავიწყოთ საქართველოსთან. კი, ზოგადად თელი კუთხე. მოკლედ ძალიან მალე მეგობრებო შემოგთავაზებთ თვის ბოლოს. ხო, მარიამის. ოღონდ რომელიცის არ ვაღოთ. თვის ბოლოს შემოგთავაზებთ მარიამის სიმღერას, რომელიც ჩვენი დაწერილი იქნება და ხო, გადაღებული. მოკლედ მივხედავთ რა. ვერ ვამბობ, თორე მივხედავთ. მალე გავხდებით მილიონერი. სახელი კონკრეტული ხო გვაქვს, რაც უნდა ერქოს სიმღერას. შვიდობა? არა, ეხლა. კაი, ვიფიქროთ კარგად. კარგი, ბოლო კითხვა იყო მარიამ? რაღაც იდეა აქვს. არ კაი. ბოლო კითხვა. არა, ერთიც დამჭა. აბა რომელი კითხვაა დარჩენილი? გაიხსენე შენი ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი კომენტარი, რაც დავწერე.
ყველაზე კარგი თითქმის. ავაღოთ გულწრფელად რა. კი, გულწრფელად. ხო თქვი ძალიან ძალიან გულწრფელი კი, კი. ყოველთვის. ყველა კაი კომენტარებში რომ ჩემი გაიხსენოს. გადაწყვეტა. რაღაც დაგიწერე ხა. მაგალითად შეიძლება გავიხსენებ რა თქვი დასაწყისში კი რომ ბატონო, ხო, მე რომ გავაზიარე შენი ვიდეო და სხვათა შორის კარგი ძირითადად ყველა ერთი შინაარსის არის რა, რომ ეს რაღაცა კარგად მღერის ლამაზია და ასე შემდეგ. ჩემს თვალზე რო საუბრობ, ესე მიყვარს. ხო და ცუდი, ყველაზე ცუდი არ ჯდება არაფერში. ანუ არ არის. შენ გამოსვლაზე დაუწე. ნუ კი, ისეთი არის ცოტა არა ცდილობიანი და არ გვინდა რა ეგეთ რაღაც. აი რაც ხდება, აბა ისეთი რა გახსოვს. აბა მეგონა ეგ იყო კომენტარი რომ შენ სიმღერაზე იყო რომ არ ჯდება არაფერში. ეგ იყო ცუდი კომენტარი თორე. ისეთი კომენტარები იყო ძირითადად ცუდი კი არა, ცოტა სიზუილი სცენით დაწელილი, რაც მახსენდება. ბოღმა რო იგრძნობა. და არ მინდა მაგაზე საუბარი, იმიტომ რომ რაღაც კარგად ვართ და კარგად გავაგრძელოთ ეს გადაცემა. ოკეი. კი ბატონო. ისე კითხულობ ხოლმე კომენტარებს? კი, ყველას, აბსოლუტურად ყველას და მართლა არ ვიცი როგორი ფსიქიკით ცხოვრობ და ვდგავარ, ანუ მართლა შემიძლია რომ ყველგან შევიდე და ყველაფერი წავიკითხო. ოღონდ არ ვიცი, ვერ ვხსნი მაგას, როგორ ვუდგები ამ ყველაფერს. თითქოს ჩემი თავიდან ვარ გამოსული და ვუყურებ რაღაცა გვერდი თამხრიდან რა და იმდენად არ ვიღებ ამ ყველაფერს. მე ჩემზე რომ ბეროდ მარტივი ამ ყველაფრის გადახარშვა, არ ვიცი, შეგვიძლია გეუცნობოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ეგრე არის რა. პოდკასტს რო დავდებთ, კომენტარებს აიგითხავ აქაც? კი. კი. აბა თქვენიც მეგობრებო, ჩვენო გამოვწერეთ. კაი კომენტარები დავწეროთ. კაი კომენტარი. ნერვიულობს მე მარიამი არ შეიძლება. თან შოკოლადს ვათავაზობ. შოკოლადი. შოკოლადი ხო უნდა გავათავაზო. ყველაზე კარგი კომენტარი ვისაც ექნება, გათამაშდება მარიამისგან საჩუქრად. კი ბატონო. კი ბატონო. აი ეგრე გავაკეთეთ რა. всё. შოკოლადი. აჰა, ჩვენგან კარგი. ყველაზე მაგარ კრეატიულ იდეას ვინც დადებს, რომ შოკოლადი რატო უნდა კონდეს ადამიანს. ბევრი იდეაა. ხო ხტები რა. მე ავარჩევ? და შენ არჩიე და შენგან გავგზავნეთ ხო, თან ბაზელიდან ხო ჩამოტარე. ბაზელის შოკოლადი. დაგვრჩა 1 წუთი. ერთი წუთი. სტუმრის 1 წუთი. მინდა რომ რაღაცნაირად მოტივაციის ტექსტი უთხრა იმ ხალხს, რომლებიც თუნდაც კრიტიკას ებრძვიან, თუნდაც იმიტომ რომ მართლა შემიძლია ვთქვა რომ ეს სტაჟიანი ვარ ამ საქმეში და იცოდეთ რომ პირველ რიგში რაც არ გკლავს მაგას ნელ-ნელა ვიაზრებ რომ მართლა ძალიან გაძლიერებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პერიოდი მქონდა რომ დავნებდები და ვსო, ანუ აღარაფერს აღარ ვიზამ და ჩავჯდები სახლში, მქონდა ეგეთი რაღაცები. თუმცა მივხვდი რომ მანდ მხოლოდ ჩემს თავს ვავნებდი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ იყოთ წარმატებულები, იყოთ კარგად, იყოთ ბედნიერები და ყველაფერი არ არსებობს ადამიანს, რაც შეიძლება არ გამოვიდეს. და მგონია რომ ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული, როგორ წარმართოთ, როგორ იზავთ ყველაფერს. ამიტომ იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის და თქვენი წარმატებისთვის. ძალიან კარგი ძალიან კარგი 1 წუთი იყო. 1 წუთი არ იყო სავარაუდოდ ხო? არა, ნუ შენ არ შე 1 წუთი იყო. კაი, ნელ-ნელა თითქმის ბოლოში გავედით. კი ბატონო. დამშვიდობება ის სანსად დიდი ხან გაიწელება ხა ეს დამშვიდობება. ხო, მოკლედ გავედით ბოლოში და რა თქმა უნდა მარიამს საჩუქარი უნდა გადავწეთ ჩვენი სპონსორისგან. რა. დორჰაუსისგან, კარის სახლისგან, გვინდა რომ გადმოგცეთ 20%-იანი ბაზდაკლების ვაუჩერი. ვაუ. შენ თუ დაგჭირდება კარი, ან თუ არ დაგჭირდება მაინც ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლია მიხვიდე დორჰაუსში და ნებისმიერი ფორმის ზომის კარი შეიძინო 20%-იანი ბაზდაკლებით. აი ესეთი საჩუქარი გვაქვს შენთვის. და კიდევ ერთი მადლობა უთხრათ მარიამს, რომ შენთან მოვიდა. კი, მარიამ მოგეწონა. ძალიან გავეთ. ხო, კაი იყო. ეს მოვიდა ხოლმე თქვენთანია რა. შემოგიარეთ. მოდი, არ პრობლემა. კაი იყო, ძალიან გავეთ. წარმატებებს გისურვებთ და თქვენ კი შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაალაიქეთ, კომენტარები დაწერეთ, იმიტომ რომ შოკოლადი გამოსდებით. კი ბატონო, დაელოდეთ გათამაშებას და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს და დაგვიწერა რომ ვინ უნდათ რომ მოვიწვიოთ. კი ბატონო. კი, აუცილებლად აღარ გვიწერენ ხოლმე მაგას შორის და დაწერეთ. არ დაგავიწყეთ რომ ჩვენთან ყველა მოვა. ვისაც დაურეკავ. წავედით. დავით. გარი